აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა რუსმა ოკუპანტებმა 5 დღის განმავლობაში დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა ვაზიანის და სენაკის სამხედრო ბაზები, მარნეულის აეროდრომი, ქალაქი გორი, ფოთის პორტი და კოდორის ხეობა. 12 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდნენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტიც. გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი დღემდე არღვევს. რუსულ აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. საქართველოს კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე. რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა. 2022 წელს ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომში დამნაშავეებად რუსული და სეპარატისტული ძალები ცნო. რუსეთი გაამტყუნა ევროსასამართლომაც. დღეს 17 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ხედავთ როგორ სათუდად ინახავს გმირების ხსოვნას ქართველი ხალხი, წერს ამერიკის საელჩო. დღეს ლატვია 17 წლის წინ რუსული აგრესიის მსხვერპლებს იხსენებს. ვგმობთ უკანონო თავდასხმასთან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 17 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით რუსეთმა ნათლად აჩვენა სურვილი ჩაებღაუჯოს იმპერიალისტურ წარსულს, წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკუს ცაჰკნა. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს პატივისცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეასრულოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, აცხადებს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი.